ვიტყვი რომ ბედნიერება მთაშია. მაგარი ლაივ ხაკი გასწავლო. 1 2 3. დააღო. შხმერული. მოდიანი უნდა იყოს ესეთი. არა, გეუნები რა. მოემზადა ეს წინასწარ. შემჯდარ ხარ ახალ Toyota Hilux-ში. ბრაწავთ ქათამს, რომ შევქმნათ არომატული ბაზა. არაფერი აღარ მაინტერესებდა, ისე ვჭამე. იქ არის მისტიკა და იქ არის სულიერი სიმშვიდე. სასწაულია. საუკეთესო შხმერული, რომელიც კი მე გამისინჯავს. გავაკეთებთ ერთ საოცარ ხრიქს. ჩაიხედე, ნახე რა ხდებოდა. ხო, კარგი იყო. მიხარია რომ მე ამ შეხებულს ვჭამ. აი, ესე წამოვიდი. აი, შეგენაც. აჰა. გიждები ბიჭი რა შხმერულში აწობს. ასეთი შხმერული არ ვჭამ. უმარტო საწოიო. ერთი შედგა რა. რაჭა უწერა. Toyota test drive-ი, მაგრამ ჩვენ test drive-თან ერთად რეჰანი cooking-ითაც ჩამოვედით, იმიტომ რომ ვინც test drive-ში მიიღებს მონაწილებას, მათ უნდა ვახშმით, გაუმასპინძლდეთ და ეხლა ზუსტად ეს მანქანა იმიტომ ვითხოვე, რომ ჩავიდეთ ბაზარში, ვიყიდოთ პროდუქტები და მოვამზადოთ უგემრიელესი ვახშა. შესამჩნეველი სხვაობა არის 10 წლის წინანდელ Hilux-სა და დღევანდელ Hilux შორის. რა თქმა უნდა გამოვარჩევ კომფორტს, იმიტომ რომ ბევრად დახვეწილია და ბევრად უფრო კომფორტულია, როგორც ძღოლისთვის, ასევე გვერდით სხდომი მგზავრისთვის და უკან სხდომი მგზავრისთვის. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის კონდიცირება, ვენტილაციის სისტემა, რომელიც თანამედროვეა და ძალიან კომფორტულია. მეორე ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის საჭე, რომელზედაც გადმოტანილია ყველა ის ღილაკი, რომელიც მანქანის დარების დროს თვალს არ გაბნევინებთ და იქით-აქეთ არ იყურებთ. ეს იქნება დისტრონიკი, რომელიც დისტანციას მართავს მანქანასა და მანქანას შორის. ეს არის კრუიზ კონტროლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კომფორტულია. ყველაფერი არის იმისთვის, რომ ძღოლით და მგზავრებიც იყვნენ კომფორტულად. Hilux-ი ჩემთვის ასოცირდებოდა სიძლიერესთან, მოქნილობასთან, გამავლობასთან და ეხლა უკვე ასოცირდება ტექნოლოგიებთანაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მანქანისთვის. აი ესეთი ეკრანია მოთავსებული სალონში, რომელიც ძალიან კომფორტულია. როგორც Android-ზე შეგიძლიათ დაერთდეთ, ასევე Apple CarPlay-ით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. და ძალიან კომფორტულია გზელგზაზე. არა მარტო გზელგზაზე, როდესაც მოგზაურობთ, ძალიან დაგეხმარებათ. ასევე ტექნოლოგიური სიახლეები ვახსენეთ და მნიშვნელოვანია, როდესაც მოგზაურობთ, სულ იყურებით ტელეფონი ხო არ გიჯდებათ. დამუხტა ხო არ ჭირდება ტელეფონს და Toyota იზრუნა ამის შესახებაც და გამოტანილია 2 Type-C-ის დამტენი, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ტრანსპორტირების დროს შეერთოთ თქვენი ტელეფონი და დატენი. იცი როგორი მანქანაა? აი მართლა რომ უნდა ელოდო 10 წელი რა. აი კომფორტის ზებუნებრიობა, სიჩქარე, სიძლიერე, მანევრირება, აბსოლუტურად ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. მოცულობა, გაბარიტები, გადასარევი მანქანა, Toyota-ს კომფორტი. აი ძალიან კარგად იგრძნობა სალონში. ხო ხედავ მონიტორს. აჰა, ეხა უყურე. და გაწიფდა ყველაფერი და ჩაირთა სპორტული რეჟიმი. სპორტული რეჟიმი აქვს. ნორმალური სვლით რეჟიმია და ეკო რეჟიმი. ფანტასტიკური მანქანა. ფანტასტიკური. გადასარევი. სად იყო და სად არა ამბროლაურში მოვედით, კერძოდ
ბაზარში მოვედით, მაგრამ როგორც ხედავთ კადრში, ამბროლაურში არავინ არ დაგვხვდა ბაზარში. აღმოჩნდა, რომ თურმე მხოლოდ და მხოლოდ შაბათს არის ბაზარი. ანუ აგრალური ბაზარი მარტო მუშაობს შაბათობით. ასე რომ თადარიგი დაიკავეთ ხოლმე, წინაც ან დაიტვირთვეთ თბილისი, სამტრედია, ტყიბული, ქუთაისი, რამე ტერიტორიიდან და ესე ამოდით ამბროლაურში და რაჭაში და თუ არა და მას შაბათამდე მოითმინეთ და იშიმშილეთ. მამუკა უწერაში დავტოვე ცომის მოსაზელად და ჩვენ კიდე უნდა უკვე დავიწყოთ ძებნა ქათმის, იმიტომ როგორც იცით, შქმერულს ვამზადებ და აქედან გამომდინარე ყველაზე მთავარი პროდუქტი ქათამი უნდა ვიშოვნოთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმაში ბ-გეგმა, რომელსაც გამოვიყენებთ და ქუთაისიდან გამოვაქროლებთ ქათმებს. ეხლა ვამზადებთ ცომს ლობიანის, რისთვისაც დაგვჭირდება ქვილი 5 კილო, 1 ლიტრი ზეთი, 2 ლიტრი ნახევარი წყალი, მარილი 100 გრამი, საფუარი 60 გრამი და შაქარი 60 გრამი. და დავიწყებთ უკვე ეტაპობრივად მომზადებას. 5 კილო ფქვილისგან გამოგვივა სადღაც 4 ნაჭრიანი ლობიანი, 40 ცალი დაახლოებით და დავიწყებთ ახლა მომზადებას ეტაპობრივად. პირველ რიგში ჩადის მარილი. შედარებით დიდი ხანი სჭირდება, დასვენება უნდა ცომს. წინასწარ ვზელთ, რომ წავიღოთ თლუღში, სადაც უშუალოდ ივენთი არის. შემდეგი ჩადის უკვე საფუარი. შემდეგ მიყვება შაქარი. ამოურევთ ფქვილში, ვაკეთებთ ორმოს, სადაც ვიწყებთ წყლის ჩასხმას. ნელ-ნელა ვამატებთ წყალს. რაღაც რაოდენობას ვიტოვებთ ცოტას, რომ ძალიან არ გაგვითხელდეს და წრეული მოძრაობით შევყვავს უკვე წყალი. ამასთან ერთად ვამატებთ ეტაპობრივად ასევე ზეთს და ამასაც ვიტოვებთ ცოტას. ეს ზეთი დაგვჭირდება ცოტა, რაც მოვიტოვეთ, უშუალოდ ბოლოს რო გადავზილოთ, რომ მივიღოთ გლუვი მასა. უკვე როდესაც მივხვდებით, რომ ქვილი შედარებით მეტი გვაქვს და უკვე აღარ ირევა, ვამატებთ წყალს. ჩვენი ცომი მოზელილია. დავასვენებთ, ცომს სჭირდება ერთხელ გადაზელვა კიდე და უკვე შემდეგ წავიღებთ თლუღში, სადაც უშუალოდ უახლო შემოგვიერთდება. ვინმე რომ მკითხოს ბედნიერება რა არის, ალბათ ვიტყვი, რომ ბედნიერება მთაშია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაც ძალიან მიყვარს, მაინც ვფიქრობ, რომ მთაში არის ყველაზე დიდი ბედნიერება და თავისუფლება და ბედნიერებასთან, თავისუფლებასთან, კომფორტთან რაღა თქმა უნდა, ჩემთვის Toyota ასოცირდება და ამიტომაც დღეს აქ ვართ, ტესტ დრაივი იქნება Toyota Hilux-ის, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას და უნდა მოვამზადოთ ვახშამი. და ამას ყველაფერს თქვენ რა თქმა უნდა ვიდეოში ნახავთ და ვიდეო როგორ იწყება, ხო ყველამ კარგად ვიცით უკვე. რითი იწყება? შავი ლომის, შავის გახსნით. ხაში უფრო სხვანაირად იხსნება, უფრო ხმაზე და ექვაზე. პა. ანჭიქა არა მაქვს. დღეს ბოთლიდან ვსვავ. 1 2 3 ბოთლით ვერ ვაკონტროლებ. ესე იგი,
დიდი მადლობა შავლომს, დიდი მადლობა Toyota-ს და დავიწყეთ. დრო დადგა გრანდიოზულ ტაფაზე, გრანდიოზული შხმერულის მომზადება. დღევანდელ ვიდეოში ვაკეთებთ შხმერულს. ესე იგი, რაჭა ასოცირდება შხმერთან და შხმერულთან, მაგრამ ამ კერძს სხვა ისტორია გააჩნია საერთოდ, იმიტომ რომ თითქმის ყველა რეგიონს აქვს ნიორწყალში მოთავსებული სხვადასხვა ხორცი, მათ შორის ფრინველის ხორციც, იმერეთშიც შეგვხვდება, ლეჩხუმის ტერიტორიაზეც, რაჭის ტერიტორიაზეც, კახეთშიც შეგვხვდება, მაგალითად გვალად მოხარშული ქათამი ნიორწყლით, მაგრამ მაინც ყველაზე კარგად დაიმკვიდრა სახელი და ეს რეცეპტი რაჭაში, იმიტომ რომ სახელწოდებიდან გამომდინარეც ეს 70-იან წლებში ერთმა ძალიან საინტერესო შეფმა მოამზადა ის ვერსია, რომელსაც ეხა მე მოვამზადებ, ანუ რძით, არის ჩვეულებრივ ნიორწყლით, არის რძით და მერე უკვე თანდათანობით დახვეწეს. მე ვფიქრობ, რომ გააფუჭეს არის, ვიდრე დახვეწეს, იმიტომ რომ როდესაც ნაღებს დავუმატებ და კიდე სხვადასხვა ქვილს მოხალავ და იმას დავუმატებ, ჩემთვის არასწორი და არასაინტერესოა და ავთენტური რეცეპტი უკეთესია. ავთენტურ რეცეპტს რაც შეეხება მაშინ როგორც აღვნიშნე, რძე არ ემატებოდა და შემდეგ დაემატა უკვე რძე და იყო ეგეთი მითოსი, რომ დიასახლის ქათამი გაუფუჭდა და რძეში ჩადო, იმიტომ რომ რძეს აქვს ეს თვისება, რომ ბაქტერიებს უმკლავდება, ნიორით გემო მოუკლა, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ მითოსია და ეს ყველა ფერი მოგონილი ლეგენდაა და ეს კერძი შეიქმნა ძალიან საინტერესო და რაც ყველაზე მთავარია, მარტივი და ქართული კერძები მოგეხსენებათ, რომ მარტივია. ამ ვიდეოშიც ჩვენი სპონსორი არის და მეგობარი არის Wolt-ი და დიდი მადლობა მას, რომ ასე გვიდგას გვერდით და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. კაი, რაღაცა ბევრი გავაგრძელოთ, რა დაგჭირდება ამ კერძის მოსამზადებლად. პირველ რიგში დაგჭირდება ქათამი, ნიორი დაგჭირდება და რძე დაგჭირდება. სალამი ბიჭებს. რა ვახართ, რამხელა ტაფა დაგიქრევი. დააღო. ესე იგი, ქათამით დავიწყოთ. როგორ ახლა? აი, აქ რა ხდება? რა შვები? ნაფალია. შხმერული. ვაი. პირველად როდესაც დავალაგე ტაფაზე ქათმები, დავიწყე, ასე ვთქვათ, განზე დალაგებით და შიგნით იყო თავისუფალი. და იქ თუხთუხებდა ცხიმი. აი ისინი მოვათავსე ხა შიგნით, რომ უკვე დავბრაწო და დავბეჭდო, იმიტომ რომ შხმერულის და როგორც ყველა კერძის მთავარი ნიშნულობა, გემოსი არის, რომ არომატული ბაზა უნდა შევქმნათ. სხვანაირად არაფერი არ გამოგვივა. ანუ ცალკე იქნება რაღაცის პროდუქტის გემო, ცალკე იქნება რაღაც პროდუქტის გემო და ერთი მთლიანობა გაერთიანება არ ექნება. და ზუსტად ეხლა ამას ვაკეთებთ. ვბრაწავთ ქათამს, რომ შევქმნათ არომატული ბაზა. შუაში მოთავსებული ქათმები უკვე ერთი მხრიდან არის მობრაწული და შიგნით შევაგდეთ, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურაა. და აი მაღალ ტემპერატურასთან მიმართებაში წვენი რო არ დაკარგოს ქათამა. აქ ეხა ჩვენ ესე ნელთბილად შვება ჯერ ქათამი, ვაცნობთ გარემოს და გაცნობილზე მერე უკვე შევაგდებთ შიგნით ცეცხლში. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ტემპერატურა შევინარჩუნოთ. თუ ყველა ქათამს ერთდროულად მოვათავსებთ, ტემპერატურა დავარდება ტაფის და წვისმაგივრად დაიწყება ხარშვა. და თან ცხიმს რასაც უშვებს ქათამი ჩადის ქვემოთ. აი ქვემოთ ჩადის და იქ ხდება ყველაფერი. იქ არის მისტიკა და იქ არის სულიერი სიმშვიდე. წიწილები მზად არის.
მობრაწულია უფრო სწორედ, მაღალ ტემპერატურაზე მოვწვით და ეხლა ესეთი გორა უნდა გავაკეთოთ წიწილების, რომელსაც სულ ცოტა ხანში ნახავთ რა მოუხერხეთ. ნახეთ, პირველი და მთავარი არის აი ეს ცხიმი. არომატულ ბაზას რო ვახსენებ. აი ამ არომატულ ბაზაში ეხლა უნდა დავტოვოთ ეს წიწილები. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ არ გამოგვიშრეს. თორე ქამომშრალი ქათამი ჩემგან არ გესწავლებათ, არ არის კარგი ამბავი. ანუ უგემურია, არაფრის გემო არ აქვს. მეცაც გეტყვით, ჩალასავით არის. ხო და აი ეს რო არ დაგვემართოს, ეხლა ზუსტად გავაკეთებთ ერთ საოცარ ხრიკს. აი ესეთი ჯამი დაგჭირდებათ. აი ამ ჯამით ცოტას ჩამოვწევთ კიდევაც 10 წუთი ერთმანეთს გაიცნობენ, დამეგობრდებიან, ერთი ნაწილი მეორე ნაწილს იპოვნის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ორად გავჭერით ქათამი. და დამეგობრდებიან, იპოვნიან ერთმანეთს და გააგრძელებენ ერთად ცხოვრებას. გულის ფორმას აკეთებ იქო ეხა შენ. არა. Toyota-ს ლოგო მინდა. ამოტვირფრე. ჩანჩურაც ამიშენ. სომი რა რაოდენობაც არის, იგივე რაოდენობა შიგთავსი უნდა იყოს. ირაკლი, იცოდი შენ ეგ ამბავი? აი უკვე ვიცი. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვეულებრივი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი და სტუმრებო, ეს არის ჩვეულებრივი საფუარის ცომი. სახლის პირობებში რომ შეგიძლიათ კლასიკა. ეს კი და შიგთავსში არის ლობიო, კარაქი, ცოტა ქონდარი, ცოტა მარილი, ხახვის ზეთი. ხახვის ზეთი აქვს. ხახვის ზეთი. კი. ანუ ხახს რომ მოშუშავთ ბევრ ზეთში, ხახს გადავდებთ გვერდზე და ის ზეთი არის ყველაზე პატიოსანი და კეთილშობილი. იმას აქვს მთელი არომატი აღებული. ეხლა ნახე, ოდნავ ჩაეჭირე, რო ჩავიდეს. ეგრე. აფსუს ლაბაძის ადარფერე ლაბაძის ძმის სალობიეს მოვჭირე კარგად. რა არის ლაბაძის ძმაკაცის ლოგო. იკო გადმოატრიალე ახლა. მაგას ცოტა პლასტიკური ქირურგია ჭირდება, აქედან წამოვიღო? წამოიღე. კი, აქედან წამოიღე. კისრის კანი წამოიღე და ლოყებზე გადმოდი. დააჭირე, რომ კუთხეებში გავიდე. ნოი მე ჩემი ქათამი არ გაიქცეს, ერთი წამი. ქათამი არ დაიწვას. მე ესე ვარ, ტრანსფორმერი ვარ რა. ჩაიხედე, ნახე რა ხდებოდა. ხო, კარგი იყო. კიდე ჩაგახედებ, აი ნახე. ეხა ნახე, ალბათ მაყურებელი, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იტყვის, რომ ესო კანიო ხო უნდა ხრაკუნა იყოს. ეხა ჩვენ ყველაზე მთავარ რამეს ვაკეთებთ. უნდა ჩავორთქლოთ და მერე უკვე კიდე ერთხელ გავშლით იგივე ცხიმში და მერე ნახეთ თქვენ ამის სიკარაწუნე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. როდესაც ქათამს მივცებთ შიგნიდანაც მომზადების საშუალებას. ანუ ქათამს რომ წვავთ, აუცილებლად უნდა შევწვათ ისე, რომ შიგნიდანაც მომზადდეს, ხო, ლოგიკური. აქედან გამომდინარე, ეს ტექნოლოგია და ტექნიკა ზედ გამოჭრილია იმისთვის, რომ ქათამი შიგნიდანაც მომზადდეს და გარედანაც ხრაკუნა.
არა, გეუნები რა. მოემზადა ეს წინასწარ. იკო მოემზადე ხო შენ წინასწარ? ანუ არ მჯერა ეხა ეგრე რო აკეთებ. ქათამი ამოვიღეთ და ეს არის სხიმი, რომელშიდაც ქათამ შეიწვა და თავისი ეს გემოები მიცა. ეს არის ნიორი დაჩოფერებული ზეთთან ერთად, რომელიც დაახლოებით ამ რაოდენობაზე დაგჭირდება ეს. ერთ ქათამზე დაგჭირდება დაახლოებით 10 კვილი ნიორი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნიორი სწრაფად არ შევწვათ. ანუ ნიორი არ დავწვათ და არამედ შევწვათ. ეს ძალიან რთულია და ეცადეთ, რომ სწორად გააკეთოთ ყველაფერი. რომ ნიორმა ის თავისი აგრესიული გემო დაკარგოს და დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ არომატი. შემდეგი ეტაპი არის უკვე რძე. ერთ ქათამზე 1 ლიტრი რძე დაგჭირდება. ანუ 10 კვილი ნიორი და ერთ ქათამზე 1 ლიტრი რძე. ახლა უნდა ტემპერატურას დაუწიოთ. დავიწყოთ ხორცის პატარა კანები, რომელიც მიეკროთ აფის ზედაპირს, ნიორი, ცხიმი. ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაერთიანოთ ახლა. ესე იგი соуსი მზად არის და დავიწყოთ ქათმის ცენტრში მოთავსება. როგორი ლობიანია? ძალიან გემრიელია. აი, ხელი ცომია. ლობიანი უნდა იყოს ესეთი. აი, ხელი ცომი. აი, შეხედე. ხელი ცომი და ბევრი შიგთავსი. ამ შემთხვევაში ლობიო. იკო, ხალხი ჩამოვიდა მციდან. როი იყოს ლობიანიო? იკო ეს დაინახა. უფასოა. ვინც მოთმინებითა ჩვენი თავართ? მოთმინებითა ჩვენი და მაშინ ქვედა ნაწილია. ქვედა სუსკო. ჩვენ ორი ვართ. კი, მე და ღამე. აჰა. წვენი 1 2 აჰა. ეს არის პურით საჭმელი. აუცილებლად და მე ერთ ჩევას მოგცემ. პური თან უნდა შეინახოთ, რომ ეს რო დასრულდება, მე არის პურის ჩაწობის რიტუალი. კი, კი, მარინა. ვა, რაღაც სერიოზული ამბავია რა. აი, ბადლობა ვახ. აი, ვიცი რომ გიყვარს შენ. ძველი მეგობრობა. მარინას მიირთმევს მარინა. კი, კი, აუცილებლად. კარგი გოგო გამოგადგა ძალიან. გასაბარაკო. სასწაული, იცით რა არის? რას ნიშნავს სასწაული? მიდი გაუხსენი. არა, მართლა მე ხარ ხმერულში სხვათა შორის ხალხი აზრს მეკითხება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ხმერული მაქვს გასინჯული. და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხმერული, რომელიც კი მე გამისინჯავს. უკრაინელები ძალიან გვიყვართ ნიორი. და აი ნიორი რო არის ქერცლში. რა მაგარია. გასლაბარაკო. ძალიან გემრიელია. ძალიან მართლა.
ესეთი გემრიელი შხმერული არ მიჭამე. დაჟე ჩემი წვერიც დავიკიდე, ყველაფერი და შარვალიც დავიკიდე და თეთრი ფეხის სმელები. არაფერი აღარ მაინტერესებს და ისევ ჭამე. ძალიან გემრიელი. აი ძალიან. მიხარია რომ მე ამ შხმერულს ვჭამ. დამტოვეთ რა მარტო დამტოვეთ. მე და შხმერა. უმარტოს აწოლებს. სასწაულია ვა. მოგიტანენ სასწაული შხმერულია. ასეთი შხმერული არ მიჭამე. გემრიელესია მოიცა დავფიქრე, არა არ მიჭამე. ყველანაირი მიკერძოების გარეშე ძალიან მაგარი. დღევანდელი დღეც დავასრულეთ. უпростоრად კერძის მომზადება დავასრულეთ, მაგრამ დღევანდელი დღე გრძელდება და მე ბევრი სიურპრიზია კიდე, რომელიც ალბათ ვიდეოში მოხდება, თუ გადაწყვეტს ლაშა რო გადაიღოს, თუ არ გადაიღებს არ მოხდება. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, კერძი შედგა, ვინც ვნახე, ვინც მოვიდა და დამიბრუნდა, მითხრა რომ ძალიან გემრიელია. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენც მოგეწონებათ და რა თქმა უნდა დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში რომ ეხლავე გამოიწერთ აღს გააქტიურებთ ღილაკს დიდი მადლობა შავლომს რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის დიდი მადლობა ვოლტს მეგობრობისთვის და გვერდში დგომისთვის და დიდი მადლობა კიდევ და კიდევ თქვენ რომ ეს ვიდეო ჩართეთ და უყურეთ ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ჩემი აზრით დღეს ვინ Starbucks-ის გახსნაზე იყო ესაც იყო ნე წარმოდგენაც კი არ აქვს აქ რა ხდება აი ეს პატარა პურით უნდა გასინჯო სანამ ტაფასთან მოხვალთ პური გახსენით ოლტორ ნაწილად ახედა რომ წამოყვე აი ესე წამოიღე აი შენგენაც აჰა აი ეს გიждები ბიჭი რო შხმერულში აწობს აი ეს ჯერ აჰა წამოიღე საიწავიღო ჯერ შენსკენ წაიღე ოპა მე აი აქ ჩააწ აი აქ დამიდე ესე კაია კი აბა ღმერთი თუ ეს კი აი ეს არის ყველაზე ბედნიერება ჩემი აზრით მოკეცე და აი აქ ოჰო ეს სუნი და ცხელია ნიორი ცხელია ღირს ძალიან გემრიელია. შემდეგი ნახე აი ეს არის აჰა უახლოვეთ აქეთ შემონახული გქონდათ, ხო? კი. სტუმრებისთვის. ოპა. ეს ავტონომიური რესპუბლიკა ოპა. აი ეხა 10% მესმის მარტო მთელი კონცენტრაცია აქ ამაკ. ჩემ ვიდეოებზე კომენტარებში ამბობენ რომ ერთხელო ისეთი სახეო მიიღეო რომ არ მოგეწონაო და სულ ვცდილობ რომ მივიღო ის სახე რომელიც მართლა ნამდვილ ემოციას გამოხატავს და ეხა ხო არ გითამაშია ეგ ემოცია არა ხო არ გადავა ესეთი გემრიელი ჯერ ქათამირა იყო და მე წვენი არ მიჭამია მართლა არ მიჭამია უგემრიელესია პროსტო კერძი შედგა რა შენ შეავსე საუბრით მე შევჭამ მანამდე გაიღვიძა ბუნება და ბუნება დაგამოჩნდა ნაპირი იმ ნაპირზე ნავია და ნავია ჩემი გამოგზავნილი მეთევზე ნავი ბადეთოლია ზღვაცა ნაპირი ჩემი გონია წუთები წამებს ვეღარ ეწევა ვერც დაეწევა ასე გონია ღრუბელი ღრუბელს თუ დაეჯახა წვიმა წამოვა ასე მგონია მეთევზე მთევზი თუ დაიჭირა ბეცაც ეწევა ასე მგონია ტოიოტას გაუმარ გაუმარ ვახო კანდელაქს ისე მობეძრებული აქვს ჩემი სიმღერები ჩამქრალ ღუმელთან ძის თუ ერთმანეთს არ ვახარე ამის მეტი რა დაგვრჩება ამის მეტი რა დაგვრჩება თუ ერთმანეთს არ ვახარე ამის მეტი რა დაგვრჩება ამის მეტი რა დაგვრჩება